სივრცეში 2.42, 104 და 3-ზე და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა. გეტყვით, რომ 1 აპრილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა, რომელმაც ეგრეთ წოდებულ product placement-ის სარეკლამო და სასპონსორო მომსახურების წესები შეცვალა. დღეს კიდევ ერთხელ განვიხილავთ თუ რა ლიმიტი დაუწესდა სატელევიზიო რეკლამას მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებით და როგორი სიტუაცია დღეს ბაზარზე რეკლამის განთავსების კუთხით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ჯეპრას უფროსი სპეციალისტი ბატონი კახა მაღრაძე. მოგესალმებით ბატონო კახა. გამარჯობა. დიდი მადლობა პირველ რიგში ჩვენთან სტუმრობისათვის და გადმოვალ შეკითხვით. საინტერესო არის პირველად ასე ვთქვათ რომ შევეხოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ რა ცვლილებები განიცადა ამ კანონმა მაუწყებლობის შესახებ. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები თქვენს მსმენელს. ტრადიციულად ეს დავიწყებ. რაც შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონის და ასევე რეკლამის კანონის ცვლილებებს, რომელიც ამოქმედა 1 აპრილიდან, რაღაც ნიუანსებს, დეტალებზე ბევრი რო არ შევჩერდეთ და მაყვა მსმენელს რო არ დავაბნიოთ, გეტყვით რომ ძირითადად ეს ცვლილებები უკავშირდება სარეკლამო დროის გადანაწილებას ეთერში და ცვლილება ეხება ვთქვათ 20%-იანი რეგულაციის შეცვლას, ანუ აქამდე სარეკლამო დროისთვის გამოყოფილი იყო 24 საათში 20% და ეხლა ეს 20% გადანაწილდა 1 საათზე მაუწყებლებისთვის და მეორე ცვლილება უკავშირდება ასე იგივე product placement-ის და კომპანიის ამა თუ იმ ბიზნეს ორგანიზაციის თუ მისი პროდუქტის ხსენების რეგულირების გამკაცრებას, სადაც ახალი ჩანაწერი გაჩნდა იმის თაობაზე თუ რომ ერთი კომპანიის ან მისი პროდუქტის ან მისი ბრენდის იმ სახით წარმოჩენას საინფორმაციო გამოშვებებში თუ სხვადასხვა გადაცემებში რაც დაარღვევს რაღაც კონკურენციის წესებს და უპირატესი სახით წარმოაჩენს ამ კომპანიას და პროდუქტს არის დარღვევა ამ რეგულაციის. ეხლა ზუსტად სიტყვით ვერ გადმოვცევ ამ ჩანაწერს, მაგრამ აზრი ეს არის რომ არ უნდა ჩანდეს რომელიმე კომპანიის უპირატესობა მის კონკურენტებთან შედარებით და ეს რეგულაცია ძირითადად საინფორმაციო ბადეს და გადაცემებს ეხება. ზუსტად სარეკლამო საინტერესო რა ლიმიტი დაუწესდა სატელევიზიო რეკლამას თუ აქამდე შეადგენდა საათში 32 წუთი უწევდა მაყურებელს რომ ეყურებინა რეკლამა, ამჟამად როგორი სიტუაცია არის რეკლამასთან დაკავშირებით? ანუ საათში 32 წუთი იყო ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ მაუწყებელში. ანუ ესეთი გადაწილება კი არ ყოფილა, უბრალოდ ადრე ტელევიზიებს ჰქონდათ 20% შეზღუდვა, ეს 20%-იანი შეზღუდვა ადრეც მოქმედებდა, ოღონდ 24 საათიან ჭრილში. ანუ 24 საათის განმავლობაში მე შემეძლო გადამენაწილება, რომ ღამის საათებში საერთოდ არ გამეშვა რეკლამა და ის 20%-ის წილი გამომეყენებინა, ვთქვათ, prime time-ში ეგრეთ წოდებული საღამოს საათებში, სადაც უფრო მეტ დროის რეკლამას გავყიდდი. ეხლა ეს შეზღუდვა 20%-იანი გადანაწილებული უკვე საათებზე. ოღონდ არა ასტრონომიულ საათებზე, არამედ მცოცავ საათზე, ხო? ტექნიკურად პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა ტელევიზიებს მაუწყებლებს გაურთულდათ ამის გაკეთება, მაგრამ ტექნიკურად ამის აწყობა შესაძლებელია, რა თქმა უნდა. პლუს ამას ამ 12 წუთს ერთ საათში 12 წუთია მაქსიმუმ, ხო, 20%, ამ 12 წუთს ემატება 4 წუთი ეს წელს ესეთი რეჟიმი იმოქმედებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივა იყო შეთანხმების შედეგად მიღებული ერთ-ერთი დირექტივა იყო რომ უნდა გადასულიყო ასეთ რეჟიმზე, ხო, მაუწყებლები რეკლამის განთავსებას გულისხმობ და იმ რეგულაციის თანახმად ჩვენ გვაქვს დირექტივა რომ 3-5 წლის განმავლობაში უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე და აი ერთი წლით ეს ხანგრძლივდება რომ 4 წუთი კიდევ დაემატება თქვათ სასპონსორო უпростоრად
სხვადასხვა გადაცემის სპონსორების ხსენებისთვის. ანუ 12 წუთი არის სუფთა რეკლამების, სარეკლამო რგოლების გაშვებისთვის და პლუს 4 წუთი სპონსორების ხსენებისთვის, რომლებიც პრინციპში ცალკე სარეკლამო რგოლებია. მაგრამ როგორც ვიცი, საზოგადოებრივ მაუწყებელს მარტო მხოლოდ 12 წუთი აქვს დარჩენილი, ხო? კი, საზოგადოებრივ მაუწყებელში ისედაც აქამდე ისეთი რეგულაცია იყო, რომ ვთქვათ, სარეკლამო ჭრა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არსებობდა. იქ მარტო სპონსორების ხსენება შეიძლებოდა და მარტო product placement-ის გაყიდვის უფლება ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. და ეხლა product placement-ი შეეზღუდა. კი ბატონო, მანიშნებენ რომ სარეკლამო ჭრაზე გავდივარ და ზუსტად 2 წუთში დავბრუნდებით დაგველოდეთ. დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის თემა არის რეკლამის ახალი რეგულაციები და ამ თემასთან დაკავშირებით ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე გვესაუბრება. ბატონო კახა, გადმოვალ შემდგომი კითხვით, რომ საინტერესოა, ძალიან დიდი ხანი იყო ეთმობოდა რეკლამას და შესაძლებელია მაყურებლისთვის ძალიან დამღლელიც იყო, მაგრამ ეს შეიძლება დადებით პლუსად ჩავითვალოთ, თქვათ, მაყურებლისთვის, მაგრამ რა ზარალი მიაყენეს, ასე ვთქვათ, სატელევიზიო ტელევიზიებმა რა ზარალი შეიძლება განიცადონ ამ შეზღუდვებით? ნუ იმის ხარჯზე ეს ჩვენ შეგვიძლია ჯერჯერობით ვივარაუდოთ მხოლოდ ეს ყველაფერი. იმის ხარჯზე რომ ადრე ტელევიზიებს ჰქონდათ 24 საათში 20%-ის შეზღუდვა და ისინი ამ 20% ძირითადად prime time-ში და ისე დროებში იყენებდნენ, სადაც უფრო მეტი მოთხოვნა რეკლამის განთავსებლების მხრიდან. შესაბამისად, ასეთ პერიოდში გაცილებით დიდი დრო ეკავა რეკლამას 1 საათის განმავლობაში ვიდრე სხვა პერიოდში. ამიტომ prime time-ში რეკლამის განთავსება ჩვენთან მედიაში ღირდა შედარებით იაფი. ეხლა ეს ყველაფერი, ვთქვათ, აი ესეთ დროს რეკლამის განთავსება, როდესაც მეტი მაყურებელი უყურებს ტელევიზორს, გაძვირდება და შედარებით, ასე ვთქვათ, ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა რეკლამის განთავსებლებისთვის, არა მარტო ძვირფასის გამო, არამედ დროის შეზღუდვის გამო. ხო, იქ ყველა ვეღარ ჩაეტევა, უკვე ყველა სარეკლამო რგოლი ვეღარ ჩაეტევა ამ დროში. შესაბამისად, ეს გააძვირებს ტელევიზიების მომსახურებას, მაგრამ ჯერჯერობით პირველი აპრილიდან ეს გაძვირება არ მომხდარა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც ტელევიზიებიდანაც გამოდის ინფორმაცია, ძირითადი მოთამაშეებიც არიან ქართულ ბაზარზე, რომ ეს გაძვირება სექტემბრიდან მოხდება, თუმცა სექტემბრიდან ყოველთვის ძვირდება ხოლმე. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან ასე ვთქვათ, რეკლამის ფასი ტელევიზიებში. ამიტომ რაიმე კარდინალური ცვლილება აქ არ მომხდარა, უბრალოდ ბევრს ვერ ყიდიან prime time-ში ტელევიზიები და შესაბამისად მათი შემოსავალიც წესით სადღაც 15-20%-ით უნდა შემცირდეს. ეს რა თქმა უნდა ზარალია ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის, ამ შემთხვევაში ტელევიზიისთვის და მათ რაღაც საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციაც მოუწევს და ასე შემდეგ. თუმცა ამის შესახებ მაუწყებლებს ინფორმაცია ჰქონდათ და მათ ამ ყველაფრის გათვალისწინება შეეძლოთ თავიანთი ფინანსური წლის დაგეგმვის და ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხისთვისაც, ამიტომ ეს არ იყო რაღაც მოულოდნელი ცვლილება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შემოსავალი შემცირება არასახარბიელოა, მაგრამ ამის წინასწარ პროგნოზირება შეეძლოთ მაუწყებლებს. ისინი როგორც ვატყობ მე ამ ეტაპზე მზად შეხვდნენ ამ საკითხს, უბრალოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რეკლამის განთავსებლები, რომლებსაც შეეზღუდათ ეს სივრცე ეფექტურ დროში საკუთარი რეკლამის განთავსების და პლუს ამას ემატება ის, რომ ბიზნეს კომპანიები ცალსახად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ თქვათ საინფორმაციო ბადეში ისინი ვეღარ ხვდებიან ფაქტობრივად. ანუ ყველა ტელევიზია ერიდება ახსენოს ესა თუ ის კომპანია, იმიტომ რომ ეს შეიძლება მარეგულირებულმა კომისიამ ჩათვალოს როგორც ამ კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში წარმოჩენა, ხო? აი მარტივი მაგალითი რო გითხრათ, ჩვენ გქონდა შაბათ ზუსტად ერთ-ერთი ლუდის წარმოებელი კომპანიისთვის გავაკეთეთ მათი რაღაც იუბილეს აღსანიშნავად
მედიის ოლიმპიადა ლუდში და იქ ზოგიერთმა ტელევიზიამ ვერ გააშუქა ეს ღონისძიება, რომელიც მონაწილეობდა, იმიტომ რომ მოერიდა ამ კომპანიის სახელის ხსენებასაც კი. აღარ არის საუბარი იქ იმაზე, რომ ეთქვა, რომ აი თქვა ამ კომპანიის პროდუქცია უკეთესია, ვიდრე კონკურენტების სახელის ხსენებაც კი ეშინიათ, იმიტომ რომ კანონში ესე არ არის ძალიან მკაცრად გაწეული ეს ყველაფერი და ძალიან დიდია სივრცე დარჩენილი სუბიექტური გადაწყვეტილებისთვის გულისხმობ მარეგულირ კომისიის წევრების გადაწყვეტილებას, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ასე ვთქვათ, სიუჟეტი თუ მასალა მონათლონ როგორც ამ ახალი რეგულაციის დარღვევას, ამიტომ ფაქტობრივად ბიზნეს კომპანიების სიახლეები აღარ ითვლება სიახლეებად. ისედაც დიდი პრობლემები ჰქონდათ მაგათ, იმიტომ რომ ჩვენთან მედია რატომღაც ბიზნესის სიახლეს არ უყურებს, ხო, როგორც სიახლეს, ესენი მას ეძახიან როგორც რეკლამას. როგორც კი ეძახიან რეკლამას, იმიტომ რომ რახან ბიზნეს კომპანიას ახსენებს, შენ რაც არ უნდა გააკეთოს, თუნდაც საკონკურენტო პროექტი, თუნდაც რაიმე ახალი ჰესიც რო აშენოს ვიღაც კომპანიამ, ხო, იმ კომპანიის ხსენება უკვე რატომღაც ესე არასწორად, ჩემი აზრით, ითვლებოდა რეკლამად, ეს უკვე უფრო გაუარესდა და გამწოვდა ეს მდგომარეობა. რაც არასწორი, ანუ ბიზნესს ეკარგება мотиваცია რაღაც საქმეების, კარგი საქმეების თუნდაც კეთების, იმიტომ რომ ამას ვერავის ვერ გააგებინებს და ვერ გამოიყენებს თავის სასიკეთოდ, ხო? შესაბამისად რაღაცა ამ ხრივ მე მგონი გადახედვა ღირს ამ ახალი რეგულაცია. ან თქვენს ფიქრობთ, რომ შესაძლებელია კომპანიებო თავი შეიკავონ ბევრი ღონისძიების დაფინანსებაზე სიტყვაზე და სოციალურ პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, უფრო ბოლო პლანზე შეიძლება ისედაც პრობლემა იყოს სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად და ამ ეტაპზე ანუ შესაძლებელია კიდევ უფრო უარესად პროექტები აღარ დაფინანსდეს. კი, ანუ мотиваცია ნაკლები ექნებათ ბიზნეს კომპანიებს, ეხლა აი ეს როგორ აისახება სოციალური პასუხისმგებლობის დონეზე, ჩვენ შეგვიძლია მერე განვლილი პერიოდის შემდეგ შევაფასოთ და დავითვალოთ, თქვა, წინა წელთან შედარებით რამდენი დაიხარჯა, თუმცა ამის ინფორმაციაც არ არის და მონაცემიც. საინტერესო ასევე ძალიან დიდ ზიანს აყენებს, ასე ვთქვათ, ეს კანონი მათ უფრო მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ისინი ვეღარ შეძლებენ სატელევიზიო რეკლამის განთავსებას. ხო, აქამდე არსებობდა ეგრეთ წოდებული ეკონომპაკეტი, სხვადასხვა შეთავაზებები ტელევიზიის მხრიდან, როცა მცირე და საშუალო ბიზნესს შეეძლო მაინც საკუთარი რეკლამით მოხვედრა ტელევიზიებში და დღეს ამის სივრცე იზღუდება და შესაძლებლობაც იზღუდება, მაგრამ განვითარდება სხვა ალტერნატიული სარეკლამო მატარებლები. მანიშნება, რომ მცირე სარეკლამო ჭრაზე გავდივარ და ზუსტად 2 წუთში დავბრუნდებით. დავბრუნდით ეთერში დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა რეკლამის ახალი რეგულაციები და მსმენელს შეუძლია რომ დაგვირეკოს ჩვენთან ეთერში 2-42-104 დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ბატონი კახამაღრაძე და განვაგრძობთ თემას. საინტერესოა რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, ასე ვთქვათ, დადებითად უყურებს ამ კანონს იმ მიმართულებით, რომ მათ სჯერათ, რომ გაიზრდება სარეკლამო, ასე ვთქვათ, სეგმენტი და გადანაწილდება სხვა მედია საშუალებებზეც. თქვენ როგორ უყურებთ ამას და როგორ გონიათ? ნუ თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიზანი ეგ იყო, მაშინ სავარაუდოდ ეს ამ შედეგს გამოიღებს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი უმადური საქმე იქნებოდა, იმიტომ რომ მაინც ვარაუდებზე და პროგნოზებზე უნდა დავიწყოთ ავაგოთ ჩვენი დისკუსია. უბრალოდ ლოგიკურად სავარაუდოდ რახან შეიზღუდება პრაიმ ტაიმში ტელევიზიებში რეკლამის განთავსება და ეს ძვირი სიამოვნება გახდება და საშუალო და მცირე ბიზნესი ნაკლებად შეძლებს რომ ტელევიზიით საკუთარი რეკლამის გავრცელება მოახდინოს ხო აუდიტორიაში. შესაბამისად სავარაუდოდ სხვა ალტერნატიული მატარებლები, სარეკლამო მატარებლები განვითარდება უფრო მეტად. მაგრამ ესე პირდაპირ კორელაციაში არ არის აუცილებლად, იმიტომ რომ მაშინ სარეკლამო ბიუჯეტი, მთლიანად სარეკლამო ბაზარი არ უნდა შემცირდეს და უნდა გაიზარდოს.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამომდინარე იქიდან რომ ზოგიერთი რეკლამის განთავსებელები უყურებენ ტელევიზიას როგორც ერთადერთ ეფექტურ საშუალებას რეკლამის გავრცელების სარეკლამო ბაზარი კი არ დარჩეს ან კი არ გაიზარდოს იგივე ზომის კი არ დარჩეს არამედ შემცირდეს იმიტომ რომ ბევრმა საერთოდ აღარ განათავსოს არცად თავისი რეკლამა. ესეც ლოგიკურად სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ დიდად ტელევიზიის გარდა ჩვენთან არც სხვა მედია, არც სხვა საშუალება არ ფასობს რეკლამის განთავსების კუთხით. შეიძლება გარე რეკლამას მოემატოს რაღაც გარკვეული წილი, მაგრამ გარე რეკლამა ისედაც ნორმალურად მუშაობს ჩვენ ქვეყანაში და რაღაც ახალი იმის აქ არ უნდა ველოდოთ. მე მაინც უფრო სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს, იმიტომ რომ რეკლამაში ფულის დახარჯვა მსხვილ ორგანიზაციებს არ გულისხმობს, საშუალო მცირე ორგანიზაციებისთვის ჩვენთან მიჩნეულია მაინც ფუფუნების საგნად. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა საწარმოო საშუალებებში ან ადმინისტრაციული ხარჯებისთვის განკუთვნილ რაღაცა მეებში დახარჯული თანხა. აქედან გამომდინარე ეს არის ისეთი დანახარჯი, რომელიც გაამართლებს თუ არ გაამართლებს, მაინც შენ ამაში დარწმუნებული არ ახარ, იმიტომ რომ არ არის არც რეკლამის ეფექტურობის კვლევის საშუალებები ჩვენთან, არც ამის კულტურა და ასე შემდეგ. შესაბამისად მე მაინც მგონია რომ რეკლამის განთავსება შემცირდება, იმიტომ რომ ტელევიზიები არ ექნება ხელმისაწვდომი და სარეკლამო ბაზარიც მთლიანობაში შემცირდება, რაც ამ ბაზრისთვის კიდე პლუს პრობლემას წარმოადგენს. ახლა ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში დიდად მე ეკონომიკის შემფასებელი არა ვარ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით და მე რასაც ვაკვირდები, რომ ბიზნეს ორგანიზაციები დიდი აქტიურობით სარეკლამო ბაზარზე არ გამოირჩევიან და ეხა ეს რეგულაცია ალბათ უფრო შეაფერხებს ამ აქტიურობას. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მარეგულირებული კომისია ჩაატარებს ხოლმე კვლევებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათი სწორედ მიზანი იყო, როდესაც მე მოვისმინე, რომ პირველი რომ ასოცირების ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და მეორე ის რომ ასე ვთქვათ სარეკლამო სეგმენტი უნდა გაიზარდოს და ეს არის მათი მიზანი ამით. მაგრამ საინტერესო არის ასევე პოზიცია, რომ რეკლამის ვინც აკეთებს ასე ვთქვათ რეკლამა, მათთვისაც არის თუ არა დანაკლისი, როდესაც ვერ შეზღუდვები მათაც დაუწესათ, ასე ვთქვათ. როგორ გითხრათ? ან ნაკლები დაკვეთა ექნებათ. სავარაუდოდ ნაკლები დაკვეთა ექნებათ. ეხლა მსხვილი მოთამაშეები ბაზარზე რეკლამის განთავსებლები ძირითადები, ხო? ეს მსხვილი კომპანიები, საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც ეგრეთ წოდებულ FMCG ანუ ფართო მოხმარების საკონელს ყიდის, ისინი დარჩებიან ყველა ვარიანტში სარეკლამო სატელევიზიო ბაზარზე და განთავსების ზომას მე მგონი არ შეამცირებენ. აქ საუბარია საშუალო და მცირე კომპანიებზე, რომლებიც პრინციპში ახლა რო გითხრათ რომ მაღალი ფასის სარეკლამო პროდუქციას აწარმოებდნენ, არ იქნება ეს მარტო. არ იქნება დიდი შემცირება თვითონ სარეკლამო კომპანიების რეკლამის დამზადების კუთხით. მაგრამ განთავსებაზე ეს ყველა ვარიანტი აისახება, იმიტომ რომ ბევრი სარეკლამო კომპანია არის ეგრეთ წოდებული გამთავსებელი, ხო, მედიაში, უბრალოდ ტელევიზიებში ანთავსებს სხვადასხვა დამკვეთის სარეკლამო რგოლებს, იქიდან რჩება მათ შესაბამისი ანაზღაურება პროცენტის სახით და ასე შემდეგ მათ შეუძლიათ მთლიანად იყიდონ რაღაც გარკვეული დრო, მერე გაყიდონ სხვადასხვა კლიენტებზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მათაც პრობლემები შეექმნებათ და შემოსავალის კლებას გამოიწვევს ეს ყველაფერი. უბრალოდ აქ არის რა იცი კარგია რომ თქვენ ეს ახსენეთ, მუდმივად უნდა იკვლიოს მარეგულირებელმა კომისიამ ის ეფექტი, რაც გამოიწვია ამ ახალმა რეგულაციამ, როგორც სარეკლამო ბაზრის, რეკლამის წარმოების, რეკლამის განთავსების, თქვა სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციების აქტიურობის კუთხით და აი ამ ეკონომიკური მხრით რო შეაფასოს ერთი მხრივ, უყურებთ ტავტოლოგიის და მეორე ტავტოლოგიისთვის და მეორე მხრივ უნდა შეაფასოს მომხმარებელთა
კმაყოფილების და მათი უფლებების დაცვის კუთხითაც, ხო? რა იდეითაც თავიდან გაკეთდა ეს რეგულაცია და რატომაც აწესებს პრინციპში ევროკავშირიც ასეთ შეზღუდვას და ამის თანაფარდობა უნდა მუდმივად ვიკვლიოთ, რა გვიღირს რად. ეს კარგად უნდა შევაფასოთ მესმის მემარეგულირებელი კომისიისაც იმას ესეთი დირექტივა, მაგრამ ეხლა ამ თავარი აწი ეს ცვლილება რომელიც მოსახდენი იყო რომ მოხდა, ეგ არ არის ამ საკითხში მთავარი. ეხლა არის ბევრი გასაკეთებელი, რომ მუდმივად გავზომოთ ჩვენ ამ ყველაფრის ეფექტი და თუ რამე არ მიდის კარგად, მაქსიმალურად ყველას ინტერესების გათვალისწინებით მოვახდინოთ მუდმივი განახლება და ცვლილება ამ კანონმდებლობის და ამ სისტემის. მაგრამ საინტერესო არის რომ სანამუშაოდ ამ კანონს შეიმუშავებდნენ, რამდენად წინასწარ გადიოდნენ, ასე ვთქვათ, ატარებდნენ იგივე კონფერენციებს, ან იღებდნენ რჩევებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისაგან, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისაგან, იგივე ამათ მარკეტერებისგან თუ იღებდნენ, ვთქვათ, რჩევებს, თუ იყო ეს კანონი უცებ შემოვიდა, ასე ვთქვათ, ძირითადი მოლაპარაკება მაინც ხო, თლათ უცებ არ შემოსულა, მაგრამ ძირითადი მოლაპარაკებები, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ არ ვიყავით ამ პროცესში ჩართული. ძირითადი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა უშუალოდ მაუწყებლებთან, კერძო კომპანიებთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვინც ამ სფეროში მუშაობს. თუმცა ფართო აუდიტორია და სხვადასხვა განსხვავებული ჯგუფები ამ პროცესში ჩემი ინფორმაციით ჩართულები არ იყვნენ. თუ ვწდები ბოდიშს ვუხდი ამისათვის მარეგულირებელ კომისიას და ამ კანონპროექტის ავტორებს, მაგრამ ნამდვილად არ მსმენია ამ ყველაფრის შესახებ. და არც იმის შესახებ მსმენია, რომ აი მოლაპარაკებებს ამ დისკუსიას რაიმე რეალური ცვლილება მოახდინა ამ პროცესზე. აქ ჩემი ინფორმაციით და ჩემი დაკვირვებით უფრო იყო ფორმალური ხასიათის დისკუსია და დიალოგი ჩართულ მხარეებთან, ვიდრე რეალური შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის პროცესი და ესეთი კომუნიკაცია, იმიტომ რომ საბოლოო შედეგად მაინც არ მოხდა მაუწყებლების რაღაც შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ძირითადად ეხებოდა product placement-ის საკითხს, იმიტომ რომ იმაზე არ იყო დიდი დავა, რომ თქვათ შეზღუდვა არ უნდა ყოფილიყო 1 საათში 20%-იანი. ისაც ჰქონდათ 20%-იანი შეზღუდვა და ეხლა საათობრივად შეზღუდათ ეს დრო. იქ უბრალოდ ორ ნიუანსი იყო ჩემი ინფორმაციით დაპირისპირება, ეს იყო იმაზე, რომ ერთ ასტრონომიულ საათზე გადანაწილებული იყო ეს ისა და არა მცოცავზე. როგორც ახლა, იმიტომ რომ ტექნიკურად ძალიან ჭირს ამ ყველაფერს თვალის მიდევნება, შეიძლება ტექნიკურად ერთი წამით გადააცილო იმ დროს და ამ დროს ძალიან დიდია ჯარიმა და მარეგულირებული კომისია არის ჩასაფრებული ამ ყველაფერს. ანუ ეს არ უნდა ყოფილიყო სადამსჯელო მაკონტროლებელი რაღაცა რეგულაცია. და მეორე უკავშირდება საკითხი, აი product placement-ს რა, როცა ვერც ერთი ბიზნეს ორგანიზაცია საკუთარ სიახლეს ვერანაირად ვეღარ წარმოაჩენს უკვე განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში ფართო აუდიტორიისთვის რა, ანუ ეს სივრცე მთლიანად იზღუდება და ხდება რაღაცა ფაქტობრივად მარტო საჯარო უწყებების და პოლიტიკოსების სიახლეები არის, გამოდის რომ აუდიტორიისთვის საინტერესო და აი ეგრევე ეგრევე შეზღუდეს სხვა ტიპის ინფორმაციის გავრცელება. ანუ ბიზნეს ჩაუკეტეს სივრცე. საინტერესო ასევე მე მოვისმინე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განცხადება, რომ სწორედ product placement-ი, ანუ პროდუქტის განთავსება უნდა ჩანდეს ბუნებრივად, რომ მაყურებელი მიხვდეს ამაში ეს რეკლამაა და ფულია გადახდილი თუ ბუნებრივად ჩანს. როგორ უნდა ჩანდეს product placement იგივე თუნდაც სერიალში, როცა თუნდაც რომელიღაცა წვენს მსახიობი ისხავს მაგალითისთვის.
ხო, ბუნებრივად როგორ უნდა ჩანდეს? ბუნებრივად, ხო, არ ვიცი მეც ალბათ ნატურალური უნდა იყოს ის წვენი და შენ სამომცად ბუნებრივი. თუ სერიალში ლოგო უნდა გამოჩნდეს, ნუ ჩემთვის ძალიან დამაბნეველი იყო ეს. ხო, თვითონაც არის მე ამბობდნენ, რომ product placement-ი არის საქართველოში, ასე ვთქვათ, ახალი შემოსული, რაც ძალიან დამაბნეველი იყო, რატომ არის ახალი შემოსული product placement-ი ძალიან დიდი ხანია ჩვენთან დამკვიდრებული. რეკლამაც ახალი შემოსულია თუ ახალს მაგ პერსპექტივით იმას ვთქვათ. ხო, აი მაგაშია პრობლემა. მარეგულირებელმა კომისიამ ალბათ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ეგრეთ წოდებული უხეში, მოდი ესე დავარქვათ, product placement-ი, სადაც აი პირდაპირ ჩანს, როგორც ამას რეკლამის სპეციალისტი და მარკეტერები ეძახენ ნაჯახით გაკეთებული placement-ი, ხო, თვითონ იმ კომპანიისთვის და იმ ბრენდისთვის და იმ პროდუქტისთვისაც ამგებიანი. როდესაც თვალში ესეთ არაბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი მაყურებელს და კონტექსტთან ამოვარდნათ, ხო? აქედან გამომდინარე თვითონ უკვე სარეკლამო კომპანიები, რეკლამის გამთავსებლები და მედია პროდუქციის შემქმნელები ცვლიდნენ ამ ხრივ სტრატეგიას და აი ადრე რო იყო მაგალითად ერთი ფილმი არის ქართული ფაქტობრივად product placement-ია ის ფილმი, პირდაპირ აჩვენებენ, რომ იმენახე რა მაგ და დაახლოებით ეს რაღაცა ეს ტენდენცია შეიცვალა და უკვე უკეთესი ხდებოდა. ამიტომ ამ რაღაცაში უხეში ჩარევა თან ამ ძალიან სუბიექტური ახმის საგანია ეს ყველაფერი. არ იქნება მე მგონი სწორი, იმიტომ რომ რომელი კომისიის რომელი წევრი ბოდიში როგორ დაინახავს რაღაც product placements რა ხასიათზე გაეღვიძება მას და ამ შემდეგ, ხო? ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული რაღაც რეგულაციის აღსრულება. ჩვენთან ხო ბევრი კანონი ისეთი სახით არის მიღებული, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ადამიანური ფაქტორი. ეს შეიძლება რაღაც პროცესებს აფერხებს ძალიან, იმიტომ რომ ტექნიკურად რთულია ადამიანის გადაწყვეტილების გარეშე რაღაცა კარგის გაკეთება. მაგრამ ამ ეტაპზე იმდენად მაღალია მაინც ჩვენთან ვთქვათ პოლიტიკური ინტერესის, ვთქვათ კორუფციული ინტერესის და სხვადასხვა ინტერესების გამო სუბიექტური გადაწყვეტილება იყოს არასწორი და საზიანო საზოგადოებრივი ინტერესისთვის, რომ ამიტომ ჯობია ესეთ მკაცრად გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად მივიღოთ ნებისმიერი რეგულაცია და ძალიან პატარა ადგილი დავტოვოთ სუბიექტური გადაწყვეტილებისთვის. ასევე ძალიან დამაბნეველი იყო PR სპეციალისტებისთვის და არა მარტო PR სპეციალისტებისთვის, რომ product placement-ი, ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს გადაჭარბებული. ხო, აი მაგას ვინ გასაზღვრავს რა არის გადაჭარბებული? აი მაგიტომ შეგვექმნა ჩვენ სწორედ იმ ამბის გაშუქების პრობლემა, რომ აიო ჩანდაო თქვენი ბანერი რაღაცა, არა და თქვა ტექსტში არც უხსენებიან კომპანიისა, რომ მაგალითად ის ეგეთ შეშინებულები ვიყავით ჩვენც, რომ თავის კომპანიის სახელი არ ახსენა, ხო წარმოგიდგენიათ? ამ დიდი ღონისძიება გავაკეთეთ, საკმაოდ სერიოზული რესურსი დაიხარჯა ამისთვის, მაგრამ აი ისიც კი რომ რაღაც ბანერზე ჩანდა ლოგო და პროდუქცია და ბოთლი და ამ შემდეგ ეს უკვე ეს მათაც ჩიში აქვს ტელევიზიებს, რომ ეხლა როგორ შეაფასებს ამას მარეგულირებული კომისია, არ ვიცი, არ არის კონკრეტულად გაწერილი. ეს არის ყველაზე დიდი ალბათ გამოწვევა ამ რეგულაციისთვის, რომელზეც უნდა მიმდინარეობდეს მუდმივად მუშაობა, რომ გაუმჯობესდეს ამ კუთხით, თორე საერთოდ შეცვლის, ასე ვთქვათ, PR-ის, product placement-ის და ამ მიმართულებების ასე ვთქვათ, კონცეფციას, იმიტომ რომ მე როგორც მაშინ გითხარით, ხო, ვთქვათ, რეკლამას საერთოდ აღარ ათავსებენ ვიღაცები. კი არ გადააქვს სხვაგან ტელევიზიიდან. საერთოდ აღარ ათავსებენ, იმიტომ რომ, ნუ, ტელევიზიაში თუ არ არის, აღარ მინდა. ამბობენ. შეიძლება ეგეთი რაღაც დაემართოს product placement-საც და PR-საც რა. ნუ თუ იქ არ მოხდები, რაღაცა გავაკეთო მე ის ღონისძიება საერთოდ. მე მინდოდა იმ ტელევიზიაში გამოვჩენილიყავი, ხო? იმიტომ რომ ის არის ყველაზე ეფექტური. ამიტომ მოდი თავი შევიკავოთ და ეს კიდე რაღაც დანახარს ამცირებს ეს ყველაფერი ხო ქვეყნის ეკონომიკას რაღაც პატარ-პატრაზე აკლდება და საბოლოო ჯამში ვიღაცა იმ დარგის წარმომადგენლებისთვის ვინც ემსახურება PR-ს ხო იქ დაწყებული რავი სატრანსპორტო კომპანიები, დიზაინერული კომპანიები, პოლიგრაფიული კომპანიები ამ ყველას ნელ-ნელა აკლდება ეს შემოსავალი შესაბამისად ეს აისახება მე ბევრი ადამიანის კეთილდღეობაზე
როგორც მათ განმარტეს, ასე ვთქვათ, გადაჭრობებული არის სიტყვაზე ვიტყვით, რომელიღაცა კომპანია არის ჩვენი სპონსორი, მაგრამ ის არის არაჩვეულებრივი კომპანია, ეს იყო ნამდვილად გასაოცარი, არის უკვე გადაჭარბებული, რაღაცა წამყვანმა არ უნდა და არ მგონი ხო? ნამდვილად არავინ არ ამბობს და საინტერესოა რომ სწორედ მაგრამ შიში იმხელა ამ ინტერპრეტაციის, რომ საერთოდ აღარ ამბობენ არაფერს. თვით კომპანია აღარ ამბობს თავის სახელს ხო? და საინტერესოა ასევე რომ არ შეიძლება რომ წინასწარ ასე ვთქვათ ეს პუნქტი რომ არ ყოფილიყო ასეთი დამაბნეველი ნათლად წარმოეჩინათ და გაეშალათ ასე ვთქვათ ეს კანონი უფრო მეტად. აი მაგას ვამბობ რომ ჯობია ეს გაეშალოს, ჯობია უფრო კონკრეტული გახდეს მხრივ მითითებები. შეიძლება იქ ითქვას რომ ერთ ვთქვათ რაღაც პერიოდში რამდენჯერმე ხსენება ან აღმატებული ეპითეტების გამოყენება რაღაც ეგეთი არ არის სწორი. ასე ვთქვათ, ასევე დამღლელი იყო ძალიან მაყურებლისთვის ამხელა რეკლამის ყურება და ვთქვათ, ერთ-ერთი დადებითად ეს შეიძლება მივიჩნიოთ ამ კანონში. მაგრამ ასე ვთქვათ, ამ მოცულობით მაყურებელი, როდესაც უყურებდა ამ რეკლამას, შესაძლებელი არც იყო ასეთი ეფექტური, თუ დამეთანხმებით PR სპეციალისტებს, ასე ვთქვათ, ქონდა ხოლმე გამიზნული პირველი 3 წუთი იყო ყველაზე ყურებადი, ბოლო 3 წუთი და მარეგულირებელმა კომისიამ სწორედ ეს ახსნა, რომ რეკლამასაც იმდენად არ ქონდა, ასე ვთქვათ, თავისი დატვირთვა და ამაშიც დადებით ფიქრობს. როგორ ფიქრობთ თქვენ? არა, უარყოფითი ეს რეგულაცია არ არის. იგივე აი მაყურებლის უფლებების დაცვის კუთხით რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია და სწორი ის არის და შეიძლება ამ რეკლამის ეფექტურობის კუთხითაც. მე ამაში არასდროს არაფერს არ ხედავ და არ ვეწინააღმდეგები ამ ახალ რეგულაციას. თუმცა ის საკითხები, ის პრობლემები მაინც რჩება და ეს უნდა გაითვალისწინოს მომავალ საქმიანობაში მარეგულირებელ კომისიამ და მუდმივად უნდა შეძლოს და გაზომოს ამ ყოველთვის ეფექტი, თანაფარდობა ეკონომიკური და ვთქვათ სხვა ტიპის შედეგის რა უფრო მოიტანა დადებითი თუ უარყოფითი საუბარი. ბევრი კომპონენტისგან შეიძლება ეს ყველაფერი და ამას საკმაოდ ისეთი ვრცელი და სხვადასხვა მიმართულების მომცველი ანგარიშები ჭირდება, რომ მუდმივად დაიდოს ამ ყველაფრის შესაფასებლად, სადაც მე ყველა დავინახავთ რა მოხდა, როგორ მოხდა. მართლა ის მოხდა რა ჩვენ გვეგონა ან არ მოხდა? შეიძლება სულ სხვა რაღაცები აღმოჩნდეს პრობლემური მაუწყებლებისთვის, სახელმწიფოსთვის, ბიზნესისთვის, რომელზეც აქამდე არავის უფიქრია. ამიტომ ეს ეხლა მაუწყებელმა ამ ახალი რეგულაციის შემოცვლით არ უნდა გააჩეროს თავის საქმიანობა, უნდა პირიქით. კი ბატონო, მანიშნებენ რომ მცირე სარეკლამო ჭრაზე გავდივართ, დაგველოდეთ. თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ ჩვენი დღევანდელი თემა რეკლამის ახალი რეგულაციები და მსმენელს ვეტყვი, რომ შეუძლია ტელეფონის ნომერზე 242-104-103 დარეკოს ჩვენთან ეთერში და დასვას თავისთვის საინტერესო შეკითხვა, თუნდაც ჩვენ სტუმარს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ჯეპრას უფროსი სპეციალისტი კახა მაღრაძე და ბატონო კახა გადმოვალ შემდგომი კითხვით, რომ ეს კანონი, ასე ვთქვათ, იყო უფრო რბილი შემოსვლა ჩვენთან. ასე განმარტავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და შემდგომ 3-5 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ძალაში შევა. რას უნდა ველოდეთ თუნდაც 2016 წელს? შემაშინეთ ახლა. რბილი შემოსვლა მე უფრო ისეთი ხისტები იქნებიან? მე როგორც ვიცი, ეს იყო რბილი შემოსვლა და 2016-ში უფრო სხვა ასე ვთქვათ, ამ მაუწყებლების ერთ-ერთი პრეტენზია უკავშირდებოდა ამ კანონის ამოქმედების და რეგულაციის ამოქმედების, შეზღუდების ამოქმედების ვადას და მის გონივრულობას. ანუ 3-5 წელი იყო რეკომენდაცია ევროკავშირის მხრიდან და შესაძლებელი იყო, რომ ეს ყველაფერი უფრო ეტაპობრივად, უფრო ნელ-ნელა მომხდარიყო. მე ამ ხრივ მაუწყებლების უფრო დავეთანხმებოდი, ვიდრე მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც უფრო სწრაფი ცვლილებები შემოიტანა, ვიდრე ეს საჭირო იყო ან ჩვენი ბაზრისთვის
ჩვენი ბაზარი ამას აიტანდა, მაგრამ არის გარკვეული რაღაცები, რაც არ შესულა ჯერ ძალაში და არ იმას არ არის რეგულაციის სახით, იგივე ეს product placement-ის ინტერპრეტაციის საკითხები უნდა დაზუსტდეს და ამაზე განაცხადეს, რომ ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, რომ დავაზუსტოთ უფრო მკაცრი სახე მივცეთ ამ რეგულაციას, იგივე 4 წუთიანი ეს დანამატი სპონსორების ხსენებაზე აღარ იქნება და ამ ხრივ ისინი წავიდნენ მაუწყებლებთან კომპრომისზე და ეგრევე არ შემოიტანეს ერთგულება. ანუ 12 წუთს ეხლა 1 საათში ემატება კიდე დამატებით 4 წუთი და ფაქტობრივად 16 წუთი აქვს რეკლამის განთავსებისთვის მაუწყებლებს და ესეც 1 წელიწადში ეს 4 წუთიც მოიხსნება. რა ვიცი მე დეტალურად კიდე არ ვიცი და სასპონსორო ტელევიზიები არ დაიხურება ბოლოს. იმეც გამოთქვა. სასპონსორო მომსახურებას თუ შეეხო ეს კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი. ჩვეულებრივად ჩაჯდა, ანუ აი სასპონსორო ტიხრების საკითხი მოექცა 4 წუთიანი ინტერვალში და სპონსორინგიც ტელეშოპინგიც და რეკლამაც ერთ კატეგორიაში გავიდა იმ დროის განთავსების კუთხით. ანუ ადრე შესაძლებელი იყო ტელეშოპინგის ცალკე განთავსება, რომელიც დიდი ხანი მიდიოდა საერთოდ და თან დაზუსტება მოხდა ამ ტელეშოპინგის დეტერმინიზაცია მოხდა ტერმინოლოგიის და ასე შემდეგ, უფრო ისეთი მკაფიო სახე მიიღო ამ ყველაფერმა. მაგრამ ლიმიტირებული სახე მიიღო გაცილებით მეტად სარეკლამო კონტენტის განთავსების საკითხმა ტელევიზიების საშუალებით. ტელეშოპინგიც სარეკლამო ჭრების სარეკლამო ბადეში მოხდა, სპონსორინგიც და თან შეიზღუდა ეს საათში 12 წუთამდე დროით, პლუს 4 წუთის სპონსორების გამოცხადებაზე. საინტერესო არის ასევე, რომ ევროპის, ასე ვთქვათ, ანალოგი თუ არის ეს კანონი, კი ევროპის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით მოხდა ამ კანონის შეცვლა, მაგრამ თუ არის ანალოგი, იგივე სასპონსორო მომსახურება, ვთქვათ, როგორც არის ევროპაში, ისე ჩვენთან. თუ ჩვენთან უფრო მე არ ვიცნობ სამწუხაროდ იმას, მაგრამ იგივეა ჩემი ინფორმაციით, რაც ჩვენთან ახალ მოქმედებულ რეგულაციაში, ზოგან შეიძლება უფრო მკაცრი რეგულაციაც იყოს ევროპაში, ანუ გულისხმობ სარეკლამო დროის შეზღუდვის კუთხით და იქაც ჩვეულებრივი სარეკლამო ნიხრში გადის სპონსორების ხსენება და product placement-ი და ესე ჩვეულებრივად იბეგრება და ესე ჩვეულებრივად სარეკლამო მომსახურების ასე ვთქვათ რანგში გადის და ითვლება ამ ხრივ. აქედან გამომდინარე, პრინციპში ყველა ქვეყანაში შეიძლება რაღაც ნიუანსებში იყოს განსხვავება დროის კუთხით, სხვადასხვა შეზღუდების რეგულაციის კუთხით, მაგრამ ყველა ქვეყანაში პრინციპი ესეთი, რომ სარეკლამო ჭრის დრო უნდა მკაცრად რეგულირებული იყოს და ყველაფერს თავის სახელი უნდა ექვას ის სპონსორინგს, ტელემარკეტინგს, ტელეშოპინგს ბოდიში თუ სხვა ეს პრინციპები ევროპაში ყველგან ერთნაირია და ეს პრინციპები გადმოვიდა სწორედ ჩვენთან. გადაცემის ბოლოს ასე ვთქვათ, მინდა რომ შეაჯამოთ ამ კანონის მე მგონია რამე კურიოზ ხوار გაიხსენებთ ტელერეკლამებში. ხშირად ვამე ხოლმე წამყვანები. არა, ხო ეს ხო ისეთ კლიშე არის. ანუ გამოვყოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ კანონის, ასე ვთქვათ, შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. ხო, საკმაოდ რთული ის არის, იმიტომ რომ იმდეს ლაპარაკობენ ამ იმაზე, რომ ვერ მოასწრებ დაფიქრებას და ყველა მხრიდან ამ საკითხის აწონ-დაწონვას. ფაქტია, რომ არ ვიცი, მე დიდად ირონულად, სუბიექტურად არ ვარ მაყურებელი ტელევიზიის თუნდაც ტელეგადაცემების, სერიალების და რაღაც, მაგრამ ვიღაცებმა ცოტა ამოისუნთქეს ამ კუთხით, რომ თქვა პრაიმ ტაიმში არ არის იმ ხელაზე განთავსება. ალბათ ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და სტანდარტების დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგია რომ რაღაც ტერმინები დაზუსტდა და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და უფრო ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. უმჯობესი იქნებოდა მეტი დრო მიეცათ მაუწყებლებისთვის, რომ
გარდაქმნებს და სარეკლამო ბაზარიც, რეკლამის გამთავსებლებიც, რეკლამის წარმოებლებიც ყველანი მეტად ადაპტირებული აღმოჩენილიყნენ ამ ცვლილებების მიმართ. უმჯობესი იქნებოდა რეალური დიალოგი და რეალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოფილიყო დასაწყისში და მნიშვნელოვანია ძალიან რომ ზუსტად მოხდეს განსაზღვრა იმ product placement-ის სუბიექტური ინტერპრეტაციის საკითხისა, რაზეც ჩვენ აგერ შიში გამოვთქვით დღეს, რომ ბიზნესი არ ამოვარდეს საერთოდ საინფორმაციო სივრციდან, რაც მეც მაღელვებს როგორც ხშირ შემთხვევაში ბიზნესის კლიენტების ინტერესების დამცველს მაუწყებლებში. ისინიც ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, გაშლიან კანონმდაბარე აქტებს შეიმუშავებენ, მეც იმეც გამოთქვა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა სტუმრობისათვის. მე სიამოვნებით კიდევ ერთ გადაცემას გავაკეთებ, ოღონდ ცოტა ალბათ 1-5 თვის შემდგომ თუ ამ კანონმა რა დადებითი და ნეგატიური გამოიწვია, სიამოვნებით დაუთმობდი კიდევ ამ თემას ჩვენს ეთერს. უკვე მაუწყებლობის წარმომადგენელი, კომისიის წარმომადგენელი მოიწვიეთ და მაუწყებლობის ჯობია. იმედია მექნება, ასე ვთქვათ, საფუძველიც და მასალაც იქნება ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის. მე კი მსმენელებს ვეთყვი, რომ დღევანდელი გადაცემა ვინც ვერ მოისმინა, რადიო პოზიტივის Facebook-ის გვერდზე აუდიო ჩანაწერი აუცილებლად განთავსდება. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ. მომავალ ორშაბათამდე.